მოგესალმებით ჩვენს მასტერკლასზე. დღეს მე აგიხსნით როგორ მოვამზადოთ საკვები ნივთიერებების ხსნარი. ამ შემთხვევაში მოვამზადოთ მინერალური საკვები დანამატების ნაზავი. თუ იყენებთ ისეთ მინერალურ სასუქს, როგორიცაა ტერა, კოკო ან ჰიდრო, შეგიძლიათ მოვამზადოთ 2 კვირის სამყოფი მარაგი. მაგრამ თუ გვჭირდება მინერალურ ორგანული ხსნარი, რომელშიც რიზოტონიკს, კანაზიმს ან ბუსტს დავუმატებთ, მის შენახვას მხოლოდ 1 კვირით შევძლებთ. რა თქმა უნდა, სასუქის დამატებამდე ჯერ უნდა შევამოწმოთ წყლის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს 18-22 გრადუსი ცელსიუსი. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ტემპერატურის საზომი გარე სენსორით, რომელსაც წყალში მოვათავსებთ. ხსნარის მომზადებამდე დააკვირდით მცენარეს. ჩემი მცენარეები პირველ ვეგეტატიურ ფაზაშია. ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ უყალიბდება ფოთლები, მაგრამ ყვავილი ჯერ არ ჩანს. ეს ბაზილიკი ასევე პირველ ვეგეტატიურ ფაზაშია, მაგრამ იგი სულ ამ ფაზაში დარჩება. ამიტომ ჩვენ ვამოწმებთ ზრდის განრიგს და ვუყურებთ მეორე ხაზს. განრიგზე ვნახულობთ, თუ რა უნდა დავამატოთ ნაზავში. პირველ რიგში ვამატებთ მინერალურ საკვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვზრდით ქოქოსში, გვაქვს 2 ბოთლი, ქოკო A და ქოკო B. გამოცდილ გროუერს შეუძლია ნაზავში სწორი რაოდენობის პირდაპირ დამატება. მაგრამ დამწყებებს გირჩევთ, ჯერ დაამატოთ 80% და მოგვიანებით საბოლოო 20%, რათა არასოდეს გადააჭარბოთ დოზირებას. პირველ რიგში შეანჯღრევთ ბოთლს. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კომპონენტით დაიწყებთ შერევას, A თუ B, მაგრამ ყოველთვის შეანჯღრიეთ. ეს სასუქი საკმაოდ თხელია, ამიტომ რამოდენიმე წამში მზადაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზერვუარი, თუმცა მცირე რაოდენობისთვის უფრო ზუსტი იქნება, თუ გამოიყენებთ ბოთლის მეორე მხარეს. ასე ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ზუსტი რაოდენობა და შემდეგ დავამატოთ წყალში. ამ შემთხვევაში ვამატებთ 20 მილilitrს. მოურიეთ პლასმასის ჯოხით და დაამატეთ სასუქი ხსნარში. ყოველთვის კარგად მოურიეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა საკვებ ნივთიერებებს ამატებთ. მეორე ბოთლი, რომელსაც ვიყენებთ, ამ შემთხვევაში არის B კომპონენტი, რაზეც მისი ფერიც მეტყველებს. ისევ კარგად უნდა შევანჯღრიოთ გამოყენებამდე და ზუსტად იგივე რაოდენობა დავამატოთ. შესაბამისად 20 მილილიტრი. კომპონენტების დამატების შემდეგ თეორიულად ამ დროისთვის უკვე მიაღწევდით სასურველ ისის მაჩვენებელს. თუმცა ჩვენ კიდევ ვამატებთ სხვა ინგრედიენტებს. სხვა ინგრედიენტების დამატებას ყოველთვის გარკვეული თანმიმდევრობით ვახორციელებთ. ვიწყებთ რიზოტონიკით, შემდეგ კანაზიმი და შემდეგ ბუსტი, ან PK-13-14. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ რიგში რიზოტონიკის დამატება, რადგან ის ტუტე პროდუქტია და ოდნავ გაზრდის pH-ს. ნუ შეურევთ სხვა თანმიმდევრობით, რადგან ზოგჯერ შეიძლება მიიღოთ მღვრიე ნაზავი, რომელსაც შემდგომ უფრო მეტი მორევა დასჭირდება, იმისთვის რომ სათანადოდ გაიხსნას. ნაზავში ყველა ინგრედიენტის დამატების შემდეგ შეგვიძლია შევამოწმოთ, რამდენად ზუსტად მოვამზადეთ ხსნარი, რისთვისაც ისის საზომი მოწყობილობა დაგვჭირდება. სენსორს ვათავსებთ წყალში და ვურევთ. ახლა შეგვიძლია შევამოწმოთ რიცხვები. ზრდის განრიგის მიხედვით ისის საზომი უნდა გვიჩვენებდეს 1.5-ს, რადგან ჩვენი მცენარე პირველ ვეგეტატიურ ფაზაშია. ამ რიცხველის მიხედვით ჩვენ ყველაფერი ზუსტად გავაკეთეთ.
ასე რომ ახლა შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. კვებავი ხსნარის დასრულება. ჟავიანობის გასწორებით. გამომდინარე იქიდან, რომ ზრდით ქოქოსში, ყოველთვის ვასწორებთ მჟავიანობას pH- growth-ი. არ გამოიყენოთ pH- bloom-ი, რადგან მან შეიძლება ხსნარში მოგვცეს ნალექი. ამ შემთხვევაში გვაქვს pH- pro, რაც მის მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. რა თქმა უნდა, შემიძლია ვცადო ნაზავში წვეთ-წვეთად დამატება. მაგრამ მისი სიძლიერის გამო შეიძლება pH-ი სწრაფად დავარდეს. უმჯობესია, თუ ჯერ სხვა ჭურჭელში გავაზავებთ. შესაბამისად, ჩვენ ვამატებთ სითხის გარკვეულ რაოდენობას საზომ ჭიქაში. შემდეგ კი ვაზავებთ მას მაგალითად 1:10-თან. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩავასხათ ნელ-ნელა, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ pH მაჩვენებელს. pH მეტრი ყოველთვის დაცულია, რადგან მას ძალიან მგრძნობიარე სენსორი აქვს. საზომს ვათავსებთ ხსნარში. ყოველთვის კარგად მოურიეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ pH-ის დონე ძალიან მაღალია. ქოქოსის შემთხვევაში უნდა იყოს 5.5-სა და 6.2 შორის. მაგრამ ვეგეტატიურ ფაზაში ვიცით, რომ ყოველთვის ჯობს ნაკლები pH-ის შენარჩუნება. ამიტომ ნელ-ნელა ვამატებთ pH- და თან მუდმივად ვურევთ. ვამატებთ ცოტას და ვურევთ. ვაგრძელებთ მანამ სანამ pH მაჩვენებელზე წავიკითხავთ, ამ შემთხვევაში 5.8-ს, რადგან ჩვენ ვზრდით ქოქოსში. ახლა 6.3-ზე ვართ. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ. როგორც ხედავთ, ამ მომენტში ჩვენი ხსნარი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ ხსნარის ეს მარაგი უკვე მზად არის გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა, თუ გამოცდილება გაქვთ, ეს პროცესი უფრო სწრაფად გამოგივათ. მიუხედავად ამისა, მცენარის მორწყვამდე ყოველთვის ხელახლა შეამოწმეთ ნაზავი. მას შეიძლება შეეცვალოს ტემპერატურა, ან ისი მაჩვენებელი, მაგრამ უფრო სავარაუდოა მისი pH მაჩვენებლის შეცვლა, რისი შესწორებაც აუცილებლად მოგიწევთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხსნარის მარაგი დარჩეს მოძრაობაში, რადგან ყველა ინგრედიენტი წყალზე მძიმეა და დაილექება ფსკერზე. რა თქმა უნდა, მე შემიძლია ყოველ ჯერზე მოურიო მორწყვამდე. მაგრამ უფრო ადვილია პატარა რეცირკულაციის ტუმბოს გამოყენება ხსნარის მარაგში. შეინახეთ ისე, რომ მოარიდოთ სინათლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, pH-სა და ისი-ში უფრო დიდი ცვლილებები გექნებათ. იმედი მაქვს, ამ ვიდეოს შედეგად თქვენ უკვე იცით საკვები ხსნარის მომზადება.